მოსმე. ხოდა ქბნა ელისო კიკულაძე შემთხვევით ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთებმა ხომ არ მოგწერეს? ამის მერე ელისო კილაძე გუშინდელ ლაივში კვლავაც იწყებს იმ თავისი სიბინძურით, რაც რამოდენიმე კვირა ატრიალა, რომ თითქოს უძილაურთან შეუშვეს თავისი ახლობლები და ნათესავები, რომ უძილაურს ხელი დაედო მიქაძეებისთვისო. მაგრამ რამოდენიმე წუთში ამ თავის ნათქვამს ივიწყებს და სულ სხვა რამეს ამბობს, ოღონდ ეს მას მერე რაც უძილაურის ჩვენებაზე ილაპარაკა. მოკლედ, უძილაურმა ჩვენებაში აბსოლუტურად ყირაზე დააყენაო მთელი გამოძიებაო და პროკურორიო ყბადაბჩენილი იჯდაო. თურმეო უძილაურიო უკრაინაშიო ვინმე ბონდარენკოს დაუმეგობრდაო, რომელიც იყო უკრაინაში ცნობილი კოლცენტრების თემაშიო. და ამ ბონდარენკოს რო დაუმეგობრდაო, ბონდარენკოსთან ქონდა ლევან ჯანგველაძეს კონფლიქტიო. და ბონდარენკომ სთხოვაო უძილაურსო, რადგანო ლევან ჯანგველაძეო ქართველი იყო, ქართულად დალაპარაკებოდა. ნუ მოკლედ. ელისო შენ და შენს დამკვეთებს მეტი ფანტაზია არ გეყოთ, ხო? იმაზე რო იძახი უძილაურთან ახლობლები შეუშვეს, რომ უძილაური დაევერბოვკებინათო. შემთხვევით მაგ შენმა დამკვეთებმა, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთებმა, ბარიგა კრემლის აგენტმა ფარცხალაძემ და მიქაძეებმა შემთხვევით შენ ხომ არ შეგაგზავნეს უძილაურთან საკანში, იმიტომ რომ უძილაური კოლცენტრების თემა ხალხს ძალიან კარგად ახსოვს, რაში ხართ ბრალდებული შენ კრემლის აგენტი ბარიგა ფარცხალაძე და მიქაძეები შემთხვევით კოლცენტრების თემაზე ხო არა? და შენ რომელიც იძახი რომ ფარცხალაძეს საერთოდ არ ვიცნობო, კოლცენტრების თემაში ფარცხალაძესთან ერთად და მიქაძეებთან ერთად როგორ აღმოჩნდი ძვირფასო კიკულაძე. მოკლედ, უძილაურმაო თქვაო რომ მეო პირადი ანგარიშწორება მქონდაო ლევან ჯანგველაძესთან. და ჩემთვის დაკვეთა არავის არ მოუცია ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზეო, მე ის დავჭერიო, მეგონაო რომ დაჭრილი იყო, არ მეგონა რომ მოკვდაო და მეო რომ დავჭერიო, მონასტერში წავედიო. საწყალი. და ჭავჭავაძეზე იმიტომ აღმოჩნდიო, რომ ვინმე სვეტასთანო პაემანი ჩამეშალაო. ხოდა სვეტასთან პაემანი რო ჩამეშალა, მაგის მერე გადავწყვიტე იმ ადგილას მივსულიყავი, რა ადგილასაც ლევან ჯანგველაძე იყო. ნუ მოკლედ. ქბნა ელისო, შენმა დამკვეთებმა ერთი რამ ვერ გათვალეთ, რომ ამ იდიოტიზმს და ვითომ ჩვენებას არავინ არ ჭამს. და რომ თუ კი ვინმე შეუშვეს უძილაურთან ციხეში დასავერბოვკებლად, სავარაუდოდ ეს იქნებოდი ან შენ მიერ დამუშავებული ვინმე იდიოტი. მოკლედ, ამის მერე რამოდენიმე წუთში ელისო კილაძე იძახის, რომ უძილაურთან საკანშიო ვერავინ ვერ შევაო კაცო, ისო აძინოჩკაში ზისო
კამერებიც არისო და მასთან ახლობლებიც ვერ შედიანო. ისო უსაფრთხოდ არისო. ანუ მასთანო ვერავინ ვერ შევაო, ბუზიც ვერ გაიფსუილებსო. ელისო ჩამოყალიბდი. მოკლედ, მოდი იხილეთ რა. გუშინდელი ლაივის ეს მონაკვეთები. მქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გელა უძილაურზე განხორციელდა ორჯერ ზეწოლა, მას ციხეში შეუყვანეს ყველა წესის და კანონის დარღვევით მისი ბიძაშვილი ყვარლიდან, რომ ხელი დაედო მიქაძეებისთვის. მეორე ზეწოლა განხორციელდა მის ბიძაზე, რუსთაველი ძველი ბიჭის ვინმე ყასაბიჩის მეშვეობით. მე მინდა გითხრათ, რომ გელა უძილაური არის აძინოჩკაში, მასთან კომუნიკაციის ყველა ფორმატი არის შეზღუდული, მათ შორის აკრძალული აქვს პირადი პაემნები, სატელეფონო კავშირი და მიმოწერის უფლებაც კი. ამიტომ და არის კამერებში. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაბამისად, მასზე ზეწოლა არის პრაქტიკულად გამორიცხული, ისა რომ პენიტენციური სამსახურის კამერებმა ეს არ დააფიქსიროს. გარდა ამისა, ელისო კილაძემ გუშინდელ ლაივში ისიც თქვა, რომ შიშით ელოდებოდა უძილაურის ჩვენებას. რისი გეშინოდა ელისო? შემთხვევით იმის ხო არა, უძილაური ზუსტად გადმოსცემდა შენი დამკვეთების და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთების დავალებას თუ არა? რისი გეშინოდა ელისო? რას ელოდებოდი ესე შიშით და ცახცახით? მოდი ნახეთ ის მოკლე მონაკვეთი, სადაც ელისო კიკულაძე შიშით ელოდებოდა უძილაურის ჩვენებას. მე ძალიან დიდი სიფრთხილით და შიშითაც პირდაპირ გეუბნებით ველოდებოდი დღევანდელ სხდომას, რა ჩვენებას მისცემდა გელა უძილაური პროცესი. ელისო, რო იცოდე რა გელისო? ამდენი ტალახისთვის, ამდენი სიბინძურისთვის, ამდენი ცილის წამებისთვის, ამდენი ცდელობისთვის, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე შეცდომაში შეგეყვანა, ამდენი ტყუილებისთვის, რაც ამ თვეების მანძილზე იკადრე, დამერწმუნე. სასტიკად დაისჯები სამართლებრივად. და სამართალი რო იზეიმებს, ამაში ეჭვინამდვილად არ მეპარებ. იმიტომ რომ შენნაირი ბინძური არარაობები დიდხანს ვერ გაჩავენ. ამის ნათელი მაგალითი ხარ შენ, რადგან შენივე სიბინძურეში თავად ვეიხვარდები. და შენ და იმ ნაძირალა, ბარიგა, კრემლის აგენტ ფარცხალაძეს მიქაძეებს უძილაურს მიემატება შენი სამართლებრივი სასჯელიც. ასე რომ დაელოდე. ძალიან მალე ახსრულდება სამართალი. მე ამის მიჯერა.